ეუთოდირის საბოლოო ანგარიშის შემდეგ ოპოზიციას უკანასკნელი მაშველი რგოლი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმაც გამოაცალა. პია კაუმმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წერს და ეუთოს ანგარიშის რეკომენდაციების სრულად შესრულების მოწოდებით გამოდის. ის თუ რა წერია რეალურად გავლენიანი სადამკვირვებლო ორგანიზაციის საბოლოო ანგარიში, ეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ყველაზე კარგად იცის, ამიტომ მის განცხადებას გვერდს ვერც რადიკალური ოპოზიციის ალტერნატიული რეალობის შემოქმედი უცხოელი ლობისტები უვლიან. ანტისახელისუფლებო განცხადებებით ცნობილი მარგუს ცაჰკნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს მთავრობას მიმართავს, რომ ხელისუფლებამ მოცემული რეკომენდაციები უნდა განიხილოს. არჩევნების არალეგიტიმურობაზე კი ვეღარაფერს ამბობს. ხელისუფლებამ უნდა განიხილოს მოცემული რეკომენდაციები, ხოლო ადამიანის უფლებათა დარღვევაში ეჭვმიტანილი ადამიანები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. მას შემდეგ, რაც ოპოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციების შანსი აღარ დარჩა, ჩვეულებრივ სამებრ მათივე სიტყვების უკან წაღება გადაწყვიტეს და ცოტა ხნის წინ მათგან უარყოფილი გავლენიანი სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნის შინაარსი ცრუ ნარატივით ჩაანაცვლეს. თითქოს ეუთოდირის საბოლოო დასკვნა შუალედური ანგარიშისგან რადიკალურად განსხვავდება. არადა ეუთოდირმა შემაჯამებელ დასკვნაში დაადასტურა, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. გარდა ამისა, არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული. დოკუმენტის თანახმად, საერთო ჯამში სამართლებრივი ჩარჩო საკმარის საფუძველს უზრუნველყოფს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის. ანგარიშის საუბარია ხარვეზებსა და მათ შემდგომი გაუმჯობესების აუცილებლობაზე. ეს მიგნებები თითქმის იდენტურია, რაც ეუთოდირის პირველადი შეფასებები, რა დროსაც ოპოზიცია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას აკრიტიკებდა. მათ შორის ეუთოდირის შემაჯამებელი დასკვნა არ იყო საინტერესო სალომე ზურაბიშვილისთვისაც. ეთანხმები ძალიან ბევრ პუნქტს დარღვევებთან დაკავშირებით, თუმცა შეფასების ყველა პუნქტი ჩემთვის მისაღები არ არის. ოდირის დასკვნა არ არის ჩემთვის ბიბლია, რომ ყველაფერს დავეთანხმებოდი, რა თქმა უნდა. მართლ პარტიას რადიკალური ოპოზიციის განცხადებებში დისონანსი არ უკვირთ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მათ ოპონენტებს ყოფნით ამბიცია საზოგადოებას თეთრი შავად შეასაღონ და მათივე სიტყვები უკანვე წაიღონ. უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და კონკურენტული პრინციპის დაცვით ჩატარდა. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ამბობენ, რომ ეუთოდირის ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ. ეს რეკომენდაციები რაც არის მოწოდებული, აქ საუბარი არის იმაზე, რომ ეუთოდირი ასევე აპირებს თანამშრომლობას არჩეულ ხელისუფლებასთან და ამავდროულად ჩვენს გამოვთქვათ მზაობას ვითანამშრომლოთ და თუ კი რაიმე გასასწორებელია, გასაუმჯობესებელია, მზად ვართ ამ მიმართულებით ვიმუშავოთ. წერია, რომ ახალ არჩეულ ხელისუფლებასთან ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას, რომ რეკომენდაციები გაითვალისწინოთ. კი ბატონო, ვადასტურებთ. ანუ მეტი რა გითხრათ? მეტი რა გააკეთოს იმ ორგანიზაციამ, რომელიც 1500 ადამიანით იყო წარმოდგენილი არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად. აი ამან გააგიშა ეს ხალხი, რადიკალური ოპოზიცია და ამან ჩამოშალა საბოლოოდ. ძალიან რადიკალურად განწყობილი პირებიც კი, ვინც საერთოდ პრინციპში რეალობასაც აცდენილია და მთლიანად აი ამ წნეხის და რადიკალიზმის მორევშია გადახვდარი, რომელიც დღეს საქართველოს ზემოქმედებს, ქვეყნის შიგნით ზურაბიშვილი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბევრი პირი, მათ შორის ეს პიროვნება, რომელიც თქვენ თქვით, თუმცა ესიც კი ვერაცდა იმ რეალობას, რომ დაეფიქსირებინა და ხაზზე გაესვა იმას საქართველოში არჩევნები შედგა, რომ ეუთოდირის დასკვნა არის ის დასკვნა, რომელიც შემდგარ არჩევნებზე საუბრობს და შემდგარი არჩევნების შედეგია უკვე შემდგარი ხელისუფლება თავის პარლამენტით და თავისი მთავრობით. შემაჯამებელი დოკუმენტის მიხედვით ოდირი მზად არის საქართველოს ხელისუფლებას დაეხმაროს საარჩევნო პროცესის შემდგომ გაუმჯობესებაში და ანგარიში განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელებაში. გარდა ამისა, საქართველოს ახლად არჩეულ პარლამენტთან თანამშრომლობის მზაობა გამოხატა ეუთოს საპარლამენტო მისიის ხელმძღვანელმა, რომელმაც შესაბამისი წერილი საგარეო საქმეთა მინისტრს რამდენიმე კვირის წინ გაუგზავნა.